მოგესალმებით, ვინც არიცით, მე ვინ ვარ, საიდან მოვდივარ. გეტყვით რომ მე ვარო ასილი, იგივე YouTube-ზე ვასილიჩა, რომელიც ვაკეთებდი gaming content-ს, ესე ვთქვათ, სტრიმავდი, ვიღებდი ვიდეოებს, ვიღებდი let's play-ებს, თუმცა ძალიან დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეგ საქმე აღარ გამეკეთებინა და იმ საშუალებიდან გამომდინარე, რა საშუალებაც ახლა მაქვს, რომ შემიძლია სტუდიაში ვიდეოები გადავიღო, აქაც და აქაც. შემოგთავაზებთ საერთოდ სხვა სახის კონტენტს. მარტივად რომ ახსნა, მექნება კვირაში ერთხელ ვიდეო, სადაც იქნება 3 თემა და მე ამ 3 თემას განვიხილავ. ხო, რატო უნდა უყუროთ ჩემს განხილვებს და ჩემს თემებს? არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს გახსოვთ Game Zone-ის პროექტი, რომელშიც მე განხილვებს ვაკეთებდი და რივიუებს ვაკეთებდი, ალბათ გეცოდინებდათ, რომ ამ თემებში ესე ვთქვათ გამოცდილი ვარ და ენაწყლიანი ვარ. პირველ კვირაში მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს ჩაწერა არის სატესტო და ამას როცა დავამონტაჟებ და ვნახავ, მე ყველაფერს კარგად გავიგებ, ვიდეო იქნება დაახლოებით 20 წუთიანი და დაახლოებით 7 წუთამდე დაეთმობა ერთ თემას. მაქვს 3 თემა დღეისთვის. პირველი, სპონსორები YouTube-ზე, მეორე, რომელიც ძალიან აქტუალურია ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ეს არის ბატონი გიორგი მახარაშვილის და გიორგი ჩობავას, ესე ვთქვათ, დაპირისპირება, ცოტა ხმალაღალიბად თქვამია, მაგრამ ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში შექმნილი დრამა. და მესამე, რომელშიც პირადად მე მივიღე მონაწილეობა, YouTube მაფიის ფინალი სიცილიაზე. მოდი პირველ რიგში რომ დავიწყოთ, ესე მივყვები, საიდან მომივიდა პირველ რიგში იდეა, რომ სპონსორები YouTube-ზე თემად ამერჩია, ეს იყო გიოს და მახარას, ესე ვთქვათ, დაპირისპირება. ვინც არიცით, ეს დაპირისპირება დაიწყო გამომდინარე იქიდან, რომ გიო ჯობავამ თქვა, რომ მოგზაურობის დროს ტექნიკა, რასაც ის ფლობდა და დამიჯერეთ ტექნიკას, რომელსაც ის ფლობდა, ძალიან ძვირადღირებული იყო და მე ვერ წარმომედგენია, როცა ვნახე მისი სტორები, რომ ისევ აპირებდა, რა ქვია, ჯუნგლებში ვიდეოების გადაღებას და ესე ვთქვათ, კონტენტის ჩამოტანას საქართველოში, ვერ წარმომედგინა, რანაირად უნდა ყოფილიყო ადამიანი ისეთ ხასიათზე, რომ ამ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ კიდევ რაღაცა კონტენტის კეთების სურვილი ქონოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, გიოსგან დადებული ვიდეოების არათანაბარი, ანუ გიომ რა ვიდეოებიც დადო, ნახა ხალხმა, რომ გაძარცვეს, ისქნეს, თუმცა მანამდე იყო დადებული ვიდეოები, სადაც ჯუნგლებში იყო და ამბობდა, რომ ტელეფონით უნდა გადავიღო, იქ იყო სკრინები, რომ ასე რა ქვია, ყელზე კამერა აქვს ჩამოკიდებული და ეს კამერა არის თუ არ ვცდები Sony-ის რომელიღაცა G-Master ლინზით. და ხალხი დაეჭვდა, რომ ზუსტად ეს კამერა ქონდა გიოსაც R4 და G-Master-ის ლინზები და ხალხი დაეჭვდა და თვითონ საეჭვოც კი დაეჭვდა, რომ რანაირად ახერხებსო, თუ კამერები მოპარესო, იგივე კამერით გადაღებასო და ამ ყველაფერს მოყვა განხეთქილება. ვინც არ იცნობთ მახარას, გეტყვით, რომ სიმართლის მოყვარული ადამიანია, ვერ იტანს უსამართლობას. შესაბამისად, როცა YouTube-ზე, ესე ვთქვათ, YouTuber-ი ხარ და შენთან YouTube-ზე შემოდის ადამიანი და ესე ვთქვათ, მინიმალური ეჭვი მაინც გიჩნდება, რომ ეს ადამიანი რაღაცას იტყუება და ცდილობს, რომ ვიღაცას რაღაცეები აჭამოს, პროტესტს გამოთქვამ და აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ხუმრობის სახით გააჟღერა თავისი აზრი თავის Instagram სტორებში. ხალხმა ეს რა თქმა უნდა ცუდად მიიღო, თუმცა ხალხს მიმართავ, რომ ხალხო, სოციალურ ქსელში ვინც რა არ უნდა დადოს, არაფერს არ მიაქციოთ იმაზე დიდი ყურადღება, ვიდრე ეს უბრალოდ ნახე ვიდეოა. გამომდინარე იქიდან, რომ გიოს არავინ არ იცნობთ გიოს. რამოდენიმე ადამიანი შეიძლება არსებობს ისეთი, ვინც იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები პირადში არ მიწერდნენ არც გიოს და არც მახარას, რომ აი შესირო, შეყლეო, შეარა ადამიანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა, ვინც არ იცნობთ, აზრი არ აქვს. აი მაგალითად, მახარას ვიცნობ, გიოს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ არ გამჩენია არანაირი იდეა და სურვილი, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ რომელიმესთვის მიმეწერა, თუნდაც რა მოხდა. ჩვენს გარეშეც დავაგდება რაღაცეები, ჩვენს ჩაურევლად, ესე ვთქვათ. ხო, დასკვნა რა არის აქედან, რომ პირველ რიგში ძალიან უმოწყალოდ ექცევა ხალხი, როცა ნებისმიერ ადამიანს, ესე ვთქვათ, ფეხი გადაუბრუნდება. მე არც ერთი ადამიანის მხარეს არ ვარ, მაგრამ ავიღოთ მაგალითად ჯობავა, რომელმაც დადო ვიდეოები და ცდომილობა იყო, ესე ვთქვათ, ქრონოლოგიური და მან გააჩინა ეჭვები და ამ ეჭვებიდან გამომდინარე შესაძლოა, რომ გიოს მართლა მოპარეს ეს აპარატურა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ეს ყველაფერი დაზუსტებით არ იცოდა, ამ ეჭვებიდან გამომდინარე გიოსაც გადაუარეს. აქეთ ყავს მეორე ადამიანი, მახარა, რომელმაც, ესე ვთქვათ, კრიტიკაც არ ქვია ამას, ესე ვთქვათ, ჟარგონულად და ხუმრობით ჩაუწერა სტორები, იხუმრა ასე შემდეგ და მახარასაც გადაუარეს. მახარამ დადო სტორები, ვინ რას წერდა, გიოს არაფერი არ დაუდია. თუმცა მე ამ ორივე ადამიანის, ესე ვთქვათ, მოღვაწეობას და კონტენტს პატივს ვცემ.
როგორც ესე ვთქვათ, იუმორის მხრივ და როგორც იუთუბერი მახარა და ასე ვთქვათ, როგორც ჩემი კოლეგა გიო, მოგეხსენებათ, ვინც არიცით ოპერატორი ვარ და ფოტოგრაფი ვარ და აქედან გამომდინარე ჩემი კოლეგაა და მისი, ასე ვთქვათ, ნაშრომები ბევრად უფრო კარგად აღიქმება ჩემი თვალისთვის, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში არანაირი გამოცდილებით არ არის. აქ დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკი და გადავიდეთ თემა 2-ზე. მეორე თემა არის სპონსორები YouTube-ზე და პირველ რიგში პირველი კითხვა რაც მიჩნდება ხოლმე, რატომ უნდა დაასპონსოროს ვინმე ნებისმიერმა კომპანიამ YouTuberi. და ყველაზე კარგი პასუხი არის ხოლმე ის, რომ გაცილებით იაფიჩდება YouTube-ზე რეკლამა ტელევიზიებისგან განსხვავებით. და გაცილებით კარგად გამოდის ეს რეკლამა. ესე ვთქვათ, უფრო ხანგრძლივი და უფრო ინტენსიური სახის არის ხოლმე რეკლამები YouTube-ზე, ვიდრე ტელევიზიებში. ან ტელევიზიებში რეკლამები გინახავთ, რომ არის გაწერილი დროით და უშუალოდ 10 წამიანი რეკლამას თავისი ფასი აქვს, 10 წამიანი რეკლამას თავისი ფასი აქვს, მაგრამ YouTube-ზე ესე არ არის. YouTube-ზე როცა შემოდის სპონსორიდან რომელიმე YouTuber-ს თავაზობს, რომ მე შენ დაგასპონსორებ და სანაცვლოდ რაღაცაზე შევთანხმდეთ, შეიძლება ეს იყოს ლოგოს გამოტანა უბრალოდ ვიდეოში. თუმცა იმ შეთანხმების გარდა რა შეთანხმებაც მოხდება, თვითონ YouTuber ხშირად ახსენებს ამ სპონსორს, რომ ეს არის მისი სპონსორი, რადგან ის არის მადლიერი ამ სპონსორის მართლა მადლიერია, რომ მან ის დაასპონსორა, იპოვეს ერთმანეთი და ესე ვთქვათ, თვითონ ერთმანეთს ეხმარებიან. ეს არ არის როგორც ტელევიზიაში მიტანილი რეკლამა, რომ მე ფულს გაწლევ, ეს დადე და გაუშვი და ადრეალე. ანუ ესე ვთქვათ, როგორც YouTuberi და როგორც სპონსორი ერთმანეთთან გადაჯაჭვული არის, YouTuberi აკეთებს სპონსორის საქმეს და სპონსორი აკეთებს YouTuberis საქმეს. ანუ თუ სწორად გაიგებთ, დაახლოებით ესეა. ამ საკითხის კიდევ გაშლად შეიძლება რატომ უნდა შემოვიდეს დაუშვათ რომელიმე YouTuber-თან სპონსორი, მაგრამ ყველა YouTuber-ს ყავს თავისი სახის სპონსორი, ესე ვთქვათ, ვინც ერგება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ზუსტად ბაზარზე ზუსტად ესეთი სიტუაციაა, რომ სხვადასხვა სახის, სხვადასხვანაირი სპონსორები არიან. ხო, და აქედან მადლობა მინდა გადავუხადო მახარას, რომელმაც ესე ვთქვათ, გახსნა სეზონი YouTube-ზე სპონსორების გამოჩენის და დამთანხმებით, ვინც დიდი ხანია YouTube-ს უყურებთ, ეს მართლა მან გააკეთა. გადავიდეთ მესამე საკითხზე, ამას ცოტა დიდ დროს დავუთვალე, იმიტომ რომ რაღაცები მოსაყოლი მაქვს და ეს არის YouTube მაფიის ფინალი სიცილიაზე, რომლის ნაწილიც მეც გახლდით, ვინც არიცით, ჩემი გადაღებულიც არის, ესე ვთქვათ, პროდაქშენის ერთ-ერთი წევრი მე ვარ, ვინც მაფიას ვიღებთ და გეტყვით, რომ დაახლოებით მარტი მონახაზს ავიღებ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები. წავედით 26-ში, გავფრინდით დაახლოებით რამდენი ხანი ვიყავით 2 საათნახევარი, არა 4 საათი ვიყავით აქედან ვენამდე გზაში, იქიდან 2 საათი, 6 საათი, 6 საათი გადაჯდომა, 12 საათი გვინდოდა ერთ გზაზე ფრენა. ეს იყო ძალიან დამხლელი, ანუ კვდებოდი, მე პირადად კვდებოდი, იმიტომ რომ რაღაცა ვირუსი შემეყარა და მეთქი რა ხდება, იმიტომ რომ ყელი ამტკივდა, ყურები ამტკივდა თვითფრინავში და ანუ ვაფშე თავბრუმე ხოვდა და ვერაფერს ვეღარ გრძნობდი და ნუ ეგრე გავატარა ის მოლოდინი, ლაუნჯში შევედი, რომ მეთქი რამეს შევჭამ ცოტას დავისვენებ თქო და ანუ არის თორებიც რა ეს ენძინავს. მოკლედ ჩავედით სიცილიაზე, პირველი დღე ვჭამეთ, გიქნებათ ეგ ვიდეოებიც ნანახი, გავერთეთ რაღაცები დავათვალიერეთ, მეორე დღეს გადავედით უკვე თვითონ იმ ადგილზე, სადაც ქორწილის სცენა არის გადაღებული და გიოსთვის პატარა საკლიპე კადრები გადავიღეთ. იქაც მე მოკლედ რომ თქვა, კარგი დრო გავატარე და დარწმუნებული ვარ, ვინც იქ იყო, ყველამ კარგი დრო გაატარა და მოვიდა გადაღების დღე. ანუ ეს 28 იყო თვითონ ჩაწერის დღეს, რომელ დღესაც უკვე აღებული ჰქონდა ეს ლოკაცია, ბარონის, ესე ვთქვათ, ადგილი, სადაც უნდა გადაგვეღო თვითონ მაფია და იცით რა ვისახელდა, დელისკიავი თუ რაღაცა ეგეთი ქვია, არ მახსოვს, ესე ვთქვათ, ვილა არის. ეს ვილა ჩემი აზრით იყო მიგდებული, მოუვლელი, მტვრით სავსე, გაუკრეჭავი ბალახი, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ალბათ ეს თავის დროზე, როცა ახლად იყო წარმოდგენილი, რომ ეს ელფერი მაინც შერჩენილი ჰქონდა და აქედან გამომდინარე იყო ეფექტური. დაახლოებით საღამოს 5 საათზე დავიწყეთ უკვე სეტის აწყობა და ამ სეტის აწყობასთან ერთად პარალელურად მიმდინარეობდა გადაღებები, იმიტომ რომ ლაშამაც, გელაშვილმაც გადაიღო გადაცემა
ასევე მახარამ ჩაწერა პოდკასტი, ასევე ჩვენს მაფიის პოდკასტი ჩავწერეთ G2 Squad-ის თემების და უკვე როცა მოსაღამო და აღარ ქვია გვაღამე იყო დაახლოებით 10 საათისთვის, ყველაფერი როცა შევხვდეთ და გადავიღეთ, დავიწყეთ ჩაწერაც. ჩაწერა მიმდინარეობდა 2 საათნახევარზე დიდხანს და გექნებათ ესეც გაგონილი, რომ თვითონ ბარონი მფლობელი ვინც იყო, ესე ვთქვათ, აატრაკებდა, რომ თქვენოც მაო 12-ს გადააციეთ და დავай ნახოივე ხაკედან კენითო რა, მაგრამ ნუ რა სიზავდა ხა პოლიციას არ გამოუძახებდა, მაგრამ იქეთი რაღაცის გამო და არ გაგყრიდა რა გვაცადა. ესე და ხო, ეგ იყო დაახლოებით 4 საათზე სახში მივედი, დილიდან 9 საათიდან უკვე მოვიხოდეთ, წავედით აეროპორტში და გამოფრინდით და ჩამოვედით. საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი ვარ, პრემიერაზეც ვიყავი, ხალხის რეაქციებიც ვნახე კომენტარებიც და საბოლოო ჯამში გამოვიდა კარგად შეფუთული, ესე ვთქვათ, სინემატიკური ვიდეო. იქ ძალიან ბევრმა რაღაცამ შეგვიშალა ხელი, ძალიან ბევრმა რაღაცამ, მაგალითად დრონის კადრების გადაღება რო გვინდოდა, დრონი ხეზე შეჭა. ხეზე შევარდა. ხო, ეს გიოდანელიას დრონი იყო და შეიძლება ამ ვიდეოდან გაიგოს ეს ყველაფერი და ბოდიში გიო, სახსალამათი დრონი დაგიბრუნეთ. შენი დრონის გამო ორი დღე იქ ვაბილს ჩავავდით და რა ვიცი, მეორე ქალაქიდან ჩამოვიყვანეთ, ამწერო ეს დრონი ჩამოიახო. განათების პრობლემა გქონდა, იქ იყო რაღაც პრობლემები, თუმცა ამ პრობლემების მიუხედავად დამიჯერეთ მართლა კაი პროდუქტი გამოვიდა და კი ნახეთ თქვენ თვითონაც როგორი კარგი პროდუქტი გამოვიდა. თვითონ თამაშს რაც შეეხება, თამაში ძალიან კარგი იყო, არ ვიცი რა ბედი აქვს G2G-ს, რომ ყოველი ფინალი ესეთი დაძაბული, გაწურული და ბოლომდე იწურება ხოლმე და ანუ ეგეთი კარგი საყურებელი ფინალი გამოდის. მოდი დავასრულოთ, დღეისთვის სულ ეს იყო, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო და დამიწერეთ თემები, რისი განხილვაც გსურთ, რომ განვიხილოთ.